პირველ რიგში მოდი გავიაზროთ, თავიდან იყო რომ ექტომორფი, ენდომორფი, მეზომორფი, ეს არის ის საზოგადოება, თავიდან ესე ვიცოდით, რომ აი ჩაის უნთქავს და გასუქდება. რეალურად ეს არის ჩონჩხის წყობა, ხო? ჩონჩხის აგებულება, ანუ ვიღაცას აქვს თხელი ჩონჩხი, ვიღაცას აქვს ცოტა უფრო მსხვილი ძვლები და ასე შემდეგ. ჩვენი ვარჯიშები ძვლებს არ ამყარებს, ასე ვთქვათ, უფრო მეტად. ჩვენ ვართ კუნთებზე დამოკიდებული, ამიტომ ამ სამივე ადამიანს ერთი და იგივე კუნთი აქვს. ერთი და იგივე ბიომექანიკა აქვს. თავარი არის ეს გამის გასაზრება. ვიღაცას კი ბატონო, ხო არის ძალიან ბევრი რაღაც, მაგალითად ფიზიკური სიძლიერე არა მარტო კუნთებზე, არამედ მყესებზეც არის დამოკიდებული და ამაში არის ხოლმე კონკრეტული გენეტიკური მიმართულებები, აი ყოფილა შემთხვევა ვარჯიშზე ვიღაცა მოსულა და ეს კუჩთა რო შემოვა და დაუვლია რაღაც იმ სიმძიმე შტანგა უწევია ერთხელ რომ ბადაგვიღიას უყელას ხო არიან რატომაც არა კაც დაჯილდოვებული ადამიანები ბუნებისგან ამ ფიზიკური სიძლიერეთ რა მაგრამ რაც შეეხება ზოგადად სხეულის ტრანსფორმაციას აი ამ კუნთოვანი პროგრესირების გზით ხო მოდი ესე ვიტყვი კი ექტომორფი თხელია მაგრამ ესთეტიურია მეზომორფი მაგალითად არის რისკების ქვეშ იმიტომ რომ ის შუაში დგას რა იქითაც არის შეუძლია საკმაოდ ესთეტიური სხეული ქონდეს ან ესეთი უხეში აგებულება. ნუ ენდომორფი თავისთავად რა მსხვილი აგებულების ადამიანია. ამიტომაც კონკრეტულად რომელი ფიზიკური აქტივობა რომელიც თვითონ გაუხარდება. როგორც თავიდანავ თქვი რა თავარია ეს ყველაფერი მოდიოდეს თავისგან და არა ვიღაცამ უთხრას რომ იცი შენი აგებულებიდან გამომდინარე შენ ბოდიბილდერი ვერ გამოხვალ და მოდის და ადამიანი უნდა რა სურვილი აქვს ფიტნესზე იაროს და ნებისმიერ სპორტის სახეობაზე რომ მიიყვანო მისთვის ყოველი დღე იმ სპორტის სახეობაზე იქნება ტანჯვა